გამამართლებელი განაჩენის გარდა ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება იქნება დაცინვა სამართალზე და სამართლიანობაზე ასეთი მზიამაღლობელის ადვოკატების პოზიცია თითქმის 10 საათიანი განხილვის შემდგომ. პროცესზე მაიამ წარიაშვილმა გააცამტვერა ბრალდების მხარის არგუმენტები, რომ თითქოს მედია მენეჯერი თავს დაესხა ირაკლი დგებუაძეს. ადვოკატის სიტყვის შემდგომ ოლიგარქის პროკურატურას მოუწია იმის აღიარება, რომ ამაღლობელის ქმედება არ იმსახურებს არც 4 წლიან და არც 1 წლიან პატიმრობას. საგამოძიებო უწყების წარმომადგენელმა სხდომაზე კვლავ ისაუბრა საპროცესო შეთანხმებაზე, თუმცა ჟურნალისტი არ აპირებს აღიაროს ის, რაც მას არ ჩაუდენია. მზიამაღლობელი კვლავ ფეხზე იდგა, რადგან მიიჩნევს, რომ მისი ადგილი საბრალდებო სკამზე არაა. როდის იქნება საბოლოო განაჩენი და რა თქვა სხდომაზე ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელმა. ნუცა ბახუტაშვილი დეტალებით უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს, ნუცა გისმენთ. დიახ, გიორგი, ჟურნალისტ მზიამაღლობელის პროცესი 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მოისმინა ადვოკატების დასკვნითი სიტყვები და ბრალდებისა და დაცვის მხარის რეპლიკები. 10 საათის განმავლობაში მზიამაღლობელის ხდომათა დარბაზში ფეხზე იდგა. ის უკვე 5 თვეა ბრალდებულის სკამზე არავის უნახავს. ეს არის ჟურნალისტის სიმბოლური პროტესტი მისი მიზანმიმართული დასჯისა და დისკრედიტაციის მიმართ. 10 საათიანი პროცესის შემდეგ ღამის 11 საათზე სასამართლო მზიამაღლობელისაგან საბოლოო სიტყვას ითხოვდა, თუმცა ჟურნალისტმა პროცესის გადადება მოითხოვა. სწორედ ამიტომ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის საბოლოო სიტყვას სასამართლო 4 აგვისტოს მოისმენს. მზიამაღლობელმა კითხვით მიმართა საქმის პროკურორსაც. გუშინდელ პროცესზე ბრალდების მხარემ ამაღლობელს საპროცესო შეთანხმების გაფორმება კვლავ შესთავაზა. ადვოკატების შეფასებით პროკურატურა უსუსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა, რომელიც ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს დაუდასტურებდა. ადვოკატების თქმით, პროკურატურის ეს ნაბიჯი არის მანიპულირება საზოგადოების განწყობაზე. სასამართლოს ვთხოვ, მომცეს საბოლოო სიტყვის უფლება, მაგრამ ამისთვის ცალკე პროცესი ჩანიშნოს. მომზადებისთვის არა, იმისთვის რომ ძალები ფიზიკურად აღვიდგინო და იმისთვის რომ რისი თქმაც მინდა, აქ ხმამაღლა ვთქვა. მინდა სასამართლო მომცეს ამის უფლება. მით უმეტეს წინა სხდომაზე ბატონმა პროკურორმა მკითხა, კითხვები თუ გაქვთ, მზადვარ მოვისმინოო. ამ საქმეზე დღესაც მაქვს კითხვები და სულ მექნება. დღეს მოსამართლეს მარტო ერთ კითხვას დავუსვამ. თუ არ ვწდები ბატონო პროკურორო, ვლადიმერ ჩიტაიას, დეტექტივს რა ბედი ეწია, რა განვითარება ჰპოვა ჩიტაიას პატაკმა. მართალია სასამართლო მოწმეების ჩამონათვალიდან ამოიღეთ ჩიტაია, მაგრამ ჩემი ტელეფონი ხომ გამოძიებას აქვს. მაინტერესებს რა დადგინდა. მართლა მაინტერესებს რა დადგინდა. რა ვიცი, იპოვეს თუ არა Deep State-ი, გაიგეთ თუ არა სადაა, რომელ კონტინენტზე გლობალური ომის პარტია, რომელზეც კობახიძე საუბრობს და მართლა სირცხვილია, ისეთი შეურაცხმყოფელია ეს ყველაფერი. ეს ხაზი განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია არა მარტო ჩემთვის, თქვენთვისაც და ზოგადად ქვეყნისთვის. საპროცესო შემოთავაზება ამ შემთხვევაში არის манипулირება საზოგადოებრივ განწყობებზე. ვის 2 გრამი ტვინი აქვს და ვინც დღევანდელ პროცესს უსმენდა, ამაში დარწმუნდება, ამიტომ დავხარჯეთ ამ პროცესზე ამდენი საათი. დღევანდელ პროცესს ვინც უსმინა, თავის თვალით ნახა და თავის ყურით გაიგო, რა დღეშია ბრალდება, რა სამარცხვინო დღეშია. და არაფერი ამ საქმეში არ არის. გარდა იმისა, პროცესი დაასრულა ბრალდებამ. პრინციპში თქვა, რომ არაფერი არ აქვს. თქვა, რომ აბსურდებს ითხოვს, მაგრამ თქვა, რომ გთავაზობთ საპროცესოს, იმიტომ რომ სხვა არჩევანი არ გაქვთ რა. ან მიიღებთ სასჯელს 4-დან 7 წლამდე, ან აღიარეთ ეს ყველაფერი და დაიბრალეთ ის ყველაფერი, რაც ჩვენ ვერ დავადასტურეთ. აი ეს არის ეს საპროცესო. რა საკვირველია? ეს არის სწორედ ის, რაზეც აქ ახალი არაფერია. პირველი დღიდან ახმოვანებს ხელისუფლების არაერთი უმაღლესი თანამდებობის პირი. აღიარეთ, მოინანიეთ, მერე ვილაპარაკოთ. აღიარეთ, მოინანიეთ, მერე ვილაპარაკოთ. მე ამაზე ვცლად ვისაუბრე, ის რაც აქამდე ვიცოდი მზიასგან განწყობილება ამასთან დაკავშირებით. ეს მე წერა-კითხვის უწოდინებს არ გავს ხომ მზიამაღლობელი არავისთვის. არც იმის დრებდეს სად არის და რა ელოდება. მაგრამ ეს ადამიანი ამბობს, მე არ ვითხოვ თქვენგან გულმოწყალებას, არ ვითხოვ რაიმეს პატიებას, ჩავიდინე ეს რაც ჩავიდინე, მაგრამ ეს არ არის ის რასაც თქვენ მაბრალებთ. ეს არ არის თავდასხმა პოლიციელზე. სასამართლოს მარტივი არჩევანი აქვს. სასამართლომ უნდა თქვას, ეს არის ან გადაცდომა, ეს ან დანაშაული. და მე პრინციპში ბრალდებას უთხარი, უფრო მოსამართლეს უთხარი, რომ ზიას გაწნული სილა არ არის არც ხმაურიანი და არ არის არც დანაშაულებრივი. ხმაურიანი არ არის, როგორც ეს ბესელიამ თქვა, და არ არის დანაშაულებრივი, როგორც ამას ბრალდება გვატყუებს.
10 საათიანი სასამართლო პროცესის პარალელურად ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ უწყვეტად მიმდინარეობდა აქციაც. მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად გუშინ შეკრებილები იყვნენ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მოქალაქეები. მზიასთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად ბათუმში ჩავიდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ კი მზიას მხარდამჭერებმა ბათუმის ქუჩები ახმაურეს და საქალაქო სასამართლოდან მარშით მივიდნენ სიმბოლურად ბათუმელების რედაქციასთან. დღეს ყველაზე ნათელი ის იყო, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ყველა ის რაღაცა ბრალდებები თუ უბრალოდ შეიძლება ითქვას ჭორებიც მის შესახებ, რომ მზია ვიღაცის დავალებით რაღაცას ასრულებდა, ეს მითები და კონსპირაციის თეორიები, რომ რაღაცა deep state და ეს ყველაფერი ჩამოიშალა. არაფერი არ არის საქმეში რეალურად, გარდა სრულ ჩვენებები და ძალიან კარგად ადვოკატმა ისე დეტალურად ეს ყველაფერი ახსნა, მართლაც 10 საათი ვიყავით და ამის იქით უკვე აღარაფერი არ არის სათქმელი. ძალიან ასევე ცხადად გამოჩნდა, რომ ჩართული არის ხელისუფლება ამაში, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა, რომ ეს საქმე გახდეს პოლიტიკური. ეს არ არის პოლიტიკური საქმე და უნდა დამთავრდეს ასე. ორშაბათს მოვისმენთ მზიას მისი პირად განცხადებას, მოითხოვა, რომ დღეს უკვე აღარ შეეძლო ფიზიკურად ამის გაკეთება, მაგრამ ორშაბათს მოვისმენთ მას, მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის მერე ან საერთოდ სასამართლო თავის თავს გამოუტანს განაჩენს, ან თავისუფლება მზიას. 4 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ბოლო პროცესი გაიმართება. ჟურნალისტი სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართავს, ხდომა პირველ საათზე არის ჩანიშნული. მაღალი ალბათობით ამ დღესვე გამოაცხადებს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განაჩენს. პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველ ნაწილს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მზია ამაღლობელი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს ადვოკატების შეფასებით კი ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ამ საქმეზე სასამართლოს შეუძლია რომ მიიღოს გამამართლებელი განაჩენია.